ნედიმე მომისმინე ეს ქანი კარგი ბიჭი ჩანს იგრიფ ისკანდერს დაურეკო და უთხრა ჩემი ქალიშვილი რა თქინდა შენს ვაჟს ცოლად მე გავყვებიო ღმერთო ჩემო საქინე სულაურია შვილო რაზე ლაპარაკობენ არ ვიცი შენი შვილი გამუდმებით იცინის მართლა ვერ მივხვდი რას აპირებს ზეინებს თავი დაანებე ბიჭზე მოყევი ნადიმეს საინტერესებს ჩემი აზრით უპრინციპოა ისეთ ყავას დალევს როგორცაც ზეინები სვამს თითქოს არ ჩავუფურთხებ ნედიმე ხედავ ბიჭი სიმპათიურიცაა და თავაზიანიც ღმერთო საქინე უკვე აღარც კი გესმის რას ამბობ სულ გაგიჟდი ნამდვილად გაგიჟდი ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რა იყო წარსულში, მთავარია რა იქნება მომავალში. გულახდილად გითხრა ქორწინების დიდი მომხრე არ ვარ. უარს ვიტყოდი სხვისი სახელი რომ ეთქვათ. გამოდის ადრეც მიცნობდი? ასია? ასე ვთქვათ, ვიცი შენს ცუდ და კარგ ხასიათებზე. ცუდი თუ იცი, მაშინ კარგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ზეინებ, ერთმანეთთან როგორ ჰარმონიულადაც არ უნდა გამოვიყურებოდეთ, მინდა გამიცნო რეალურად როგორი ვარ და თანხმობა ისე თქვა. კან მამა შენს გულშინ არაფერი უთქვამს იმაზე, რომ შეგვიძლია ერთმანეთი გავიცნოთ და ურთიერთობა გქონდეს. კარგი. ამ წუთიდან ერთმანეთის გაცნობა დავიწყოთ. თუ თავისუფალი ხარ შეგვიძლია საღამოს ერთად ვისადილოთ. შენს მკითხე რა გაინტერესებს და მეც გკითხავ. ამის შემდეგ უთხრათ პასუხი ჩემს სულსწრაფ მამას. კარგი. დღეს საღამოს თავისუფალი ვარ. რომელ საათზე მოგაკითხო? 8-ზე. შევთანხმდით. გემრიელად მიირთვით. გმადლობ. გმადლობ ელიფ. ასე თუ ისე, უზარმაზარი იმპერიის მმართველი იქნები გამზე. აიშე, თუ ფიქრეთან შენს პრობლემას მოაგვარებ, მაშინ შეგვიძლია ერთად ვმართოთ. ყველანაირი წინააღმდეგობა აღარ დარჩა. ამიტომ ვფიქრობ, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ურთიერთობის დალაგებას ვერ შევძლებთ. ფიქრიც მარტო ყოფნა არ უყვარს. ნედიმეს რა ბედიელის? როგორც უნდა? თუ მშვიდად იქნება და დაგვიჯერებს, იჯდეს რომელიმე კუთხეში. წინააღმდეგ შემთხვევაში თავის დამლასთან ერთად ციხეში აღმოჩნდება. აქ მილიონია. მაგრამ ერთი პირობით გაძლევ. ის ნაძირალა, რომელმაც მამაჩემი მოკლა, ციხეში ერთ კვირაზე მეც ვერ იცოცხლებს. ჩემო ფიქრეთ, კარგი, დურმუში მოკვდეს, მაგრამ დანარჩენი ძვირად დაგიჯდება. ის რაც მოიტანე მხოლოდ იმისთვის არის საკმარისი, რომ დურმუში უბრალოდ ჩუმად იყოს. ახლა კი ამბობ დურმუში მოკვდესო. რა იქნება, როცა დურმუში მოკვდება? დედამისი ალაპარაკდება, ძმა ალაპარაკდება. არ ეყოფა. ეყოფა? რა სიტყვი? არ ვიცი ძმაო. როგორც თქვი, ეს მხოლოდ იმისთვის არის, რომ დურმუშმა არაფერი თქვას, მაგრამ საკმარისია თუ არა დანარჩენებისთვის არ ვიცი. გონი კიდევ ამდენი უნდა. კი, კიდევ ამდენია საჭირო. ჩემს ზურგს უკან საქმეს აკეთებთ და მამა ჩემს კლავთ. ახლა ფულსაც ითხოვთ. დედა ჩემი რომ არ ჩაგერიათ ამ საქმეში? არა. არა მხოლოდ დედა შენი. შენი ტვირთით საქმეშია. რაც არ უნდა იყოს. დედა ჩემი თქვენს ბინძურ საქმეში რომ არ გაგერიათ, ახლა სხვაგვარად დაგელაპარაკებოდით. ისკანდერმა თქვენი დის ხელი გთხოვათ და მაშინვე მიეცით. ახლა კი არ გინდათ რამდენიმე ქაღალდი მოგცეთ, ფიქრეთ. ზგავსი არაფერია, სისულელეს ნუ ამბობი ჰაია. ჩემს ოჯახზე ლაპარაკი არასდროს გაბედო. მოსყიდული ხალხი ხართ, საქმე გააფუჭეთ.
წადით და ახლა გამოასწორეთ. ჩემს ნერვებზე ნუ მოქმედებთ. ერთი წუთით ფიქრეთ. მოსყიდული ადამიანები არ ვართ. ჩვენი ყიდვა რომ ადვილი იყოს, საქას დაგვიძახებდნენ. ჩვენ კი ქიქა ვართ. ჩვენი მოსყიდვა არავის შეუძლია, მაგრამ დაქირავება შეგიძლია. თუ მინდა დურმუში მოკვდეს, ამდენივე უნდა მოიტანო. ამდენივეა საჭირო. შემოდი შვილო. გმადლობ დეიდა ზუხავ. როგორ ხარ ბიძია? გმადლობ იავოს, მოდი დაჯექი. მიხარია შენი ნახვა. როგორ ხართ, კარგად? ჩვენ კი კარგად ვართ, მაგრამ ლეილა არა. ვიცი და ამიტომ მოვედი. მინდა დაველაპარაკო. ზუხავ, შენ ლეილაში ატყობინე, მე კი იავოს დაველაპარაკები. როგორც კაცი კაცს. კარგი. ვილაპარაკოთ ბიძიანესი, გისმენთ? ამ სამყაროში ყველაზე დიდი საშინელება ისაა, როცა ვინმეს ან რამეს შორის რჩები. მაგალითად, ცოლსა და შვილებს შორის, ცოლსა და მშობლებს შორის, შენს ოჯახს შორის. გადაწყვეტილება უნდა მიიღო. გადაწყვეტილება როგორ მივიღო ბიძიანესი? როგორც თქვი, ერთ მხარეს ჩემი და მეორე მხარეს კი ცოლი. ესე იგი უნდა გადაწყვიტო რა სწორია და რა არა. გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო. არ ვაპირებ გავამართლო ის, რაც დედანედიმმა გააკეთა, მაგრამ ჩემი და დამნაშავე არ არის. ამაში დარწმუნებული ვარ. დამნაშავეა. თუმცა დამლა ძალიან ბევრ რამეშია დამნაშავე. იმას ვინც სხვის ოჯახს ანგრევს, საკუთარი არასდროს ექნება. მაშინ რომ შეგეჩერებინათ და უფლება არ მიგეცათ, აიშეს ასე მოგცეო და ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ამიტომ იავოს ერთ რჩევას მოგცემ როგორც ბიძა. გადაწყვეტილება მიიღე იმისთვის, რომ შენი ოჯახიც არ დაინგრეს. მოდი შვილო. ლეილა. შეიძლება ვისაუბროთ? კარგი, ვისაუბროთ. უკვე უკეთესად ხარ, ჩემო ლეილა? მამას ვერ დავიბრუნებ. ვერც იმას შეუცვლი, რაც მოხდა. უკეთესად ვიქნები თუ არა, შენზეა დამოკიდებული იავოს. დამლა ისევ იმ სახლშია? დიახ, ჯერჯერობით. ცდილობ ეს საკითხი მოვაგვარო, მშობლებს უკვე ველაპარაკე. მაშინ ამაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს იავოს. არ დაბრუნდები, სანამ დამლა სახლიდან არ წავა. ნუ თუ პრობლემა სახლშია იავოს. ასე რომ იყოს იმ სახლში ცხოვრებაზე უარს დიდი ხნის წინ ვიტყოდი. მის მაღელვებს რომ დამლას ყველაფერი გაზდის. ამჯერად ასე არ იქნება ლეილა, დამიჯერე. როგორც ზეინები აგებს პასუხს იმის გამო, რაც დედანედიმმა გააკეთა, ისე ფიქრეთს მოუწევს პასუხი აგოს იმის გამო, რაც დამლამ ჩაიდინა. როგორ აგებს? ცოლად მოიყვანს და ასე ეს საკითხი დახურული იქნება. დიახ? დედა შენს ჯერ ისევ უნდა ქალიშვილი პრინცესად აქციოს და ამას საჯელს ეძახით? წადი იავოს, თორემ გულს გადგენ. ლეილა. ნედიმე ქალიშვილი მოგანდე. ხალხის ლაპარაკს არ ვუსმენდი. ვითმენდი იმიტომ, რომ შენი შვილი მასზე უნდა დაგეკორწინებინა. მაგრამ რა გააკეთე? შენი ამბიციების გამო ჩემი შვილი გამოიყენე. ამ საქმეში გარიე და ყველაფერი რით დამთავრდა. შენმა შვილმა ჩემი ქალიშვილი გამოაგდო და არა შენ. ნარგიზ, ფიქრეთს ყველა იცნობს. ბრაზდება ყვირის, მაგრამ მერე მშვიდდება. ფიქრეთმაც იცის, რომ დამლა დამნაშავე არ არის. იცის. მე ზუსტად ეს მაინტერესებს. ამ ამბავში დამლა რატომ დაზარალდა? დურსუნი ძალიან გაბრაზდა. ამან შეიძლება ახალი პრობლემა გამოიწვიოს. მე მუქრები ნარგიზ. გავიგე, შენმა ქალიშვილმა შენ გამო თავი მსხვერპლად შესწირა. რადგან შენ არანაირი რისკი არ გემუქრება, იცოდე. ფიქრეთიც დაზარალდება.
ფიქრეთმა რა დააშავა? გეყოფა მუქარა. მედის მეტად შორს ნუ წახვალ. ფიქრეთზე ნუ გადადიხარ. გასაგებია? მე თუ არა ამას დურსუნი გააკეთებს. გესმის? ფიქრეთ, ყოველთვის ჩემ გვერდით იყავი. მიუხედავად ჩემი ასაკისა და ავტორიტეტისა, ჩემს გვერდით იყავი შვილების მომავლის გამო, მაგრამ უკვე საკმარისია. საკმარისია. დიდია დურსუნ, რატომ არ გესმის? არაფერი მაქვს საერთო მასთან, ვინც ჩემს ზურგს უკან მოქმედებს. ოჯახს არ შევქმნი და თუ შევქმნი, დავანგრევ. ეს ერთხელ უკვე გავაკეთე. საერთოდ არ მიცნობ. ამბობ, რომ ყველაფერი დამთავრდა. ფიქრეთ, ან დამლას ცოლად მოიყვან და დაფარავს სირცხვილს, რომელშიც დედაშენმა ჩაითრია, ან დამლას აქედან რაც შეიძლება შორს გავუშვებ. შენ კი დედას ციხეში მოინახულებ. უკვე ყველაფერი გითხარი. შემატყობინე, როცა გადაწყვეტილებას მიიღებ. ხალილ იბრაჰიმ? მობრძანდი ძვირფასო. დაჯექი. შეიძლება რაღაც გითხო. რა თქმა უნდა. დღეს ზეინებს შეხვდი? რატომ მეკითხები? ეს პასუხი არ არის. მაგრამ კარგი. ჩემმა მეგობარმა მითხრა. მართალი უთქვამს. შეიძლება გავიგო რაზე ილაპარაკეთ. შეგეძლოთ აქ გესაუბრათ. მასთან წასულიყავი, ან ის მოსულიყო შენთან. ერთმანეთს დაშორდით, მაგრამ ერთმანეთს განმარტოებით ხვდებით. და თან მაშინ, როცა ერთად მომავალს გეგმავთ, ცოტა უცნაურია. მინდოდა გამეგო თავისი სურვილი თხოვდება თუ ოჯახი აძალებს დიდემ. Yoksa kendi arzusuyla mı? Bunu öğrenmek istedim. ეს რატომ გაღელვებს? Şu benim için önemli değil. ჩემთვის მნიშვნელოვანია შემდეგი დიდემ. ჩემთან იმიტომ ხარ, რომ ეს თვითონ გინდა. გიყვარ ვარ, მომავალს გეგმავ. თუ ბიძაშენმა გაიძულა და არავინ ყავს, ვისაც ამას მოუყვები, დახმარებას თხოვ. Bunu söyle. ზეინებსაც ამიტომ ვკითხე. İşte ben de Resmis? sordum. და რა გიპასუხა? Kendi მისი გადაწყვეტილება. ესე იგი, ის გადაგვრჩენია ბედნიერება ვუსურვოთ. Evet. დიახ, რა თქმა უნდა. Mutlu olsun. რა თქმა უნდა, ბედნიერი უნდა იყოს. Bak. კარგი გეგმა გაქვს, მაგრამ Ama ზეინები ძალიან მნიშვნელოვანია ჰალილ იბრაჰიმისთვის. her ne kadar მართალია დაშორდნენ, მაგრამ ეს იმის გამო არ მომხდარა, რომ ერთმანეთი არ უყვართ. სასამართლოში რაღაც მოხდა. სასამართლო დარბაზში და არა დერეფანში. ყველაფერი იქ დამთავრდა. ნებისმიერი შენი მოქმედება, რომელიც ზეინებს შეეხება, ჰალილ იბრაჰიმს შეცვლის. საერთო გეგმა გვაქვს. დიდემმა ისედაც არაფერი იცის, ეცდება ჰალილ იბრაჰიმს თავი მოაწონოს. და რატომ ცდილობ გააღიზიანო? ზუსტად დღეს მასთან ვიყავი ეს რომ დამენახა. მართალი ხარ, ზეინები მისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს კავშირი გაწყდება. და როგორ? ქანი ზეინებზე იქორწინებს. ჰალილ იბრაჰიმი კი ეცდება ხელი შეუშალოს. ეცდება ხელი შეუშალოს. ისკანდერ, რატომ არ გესმის ქანს მოკლავს? არ ამბონია. ქანი დღეს ზეინებს თქვენს რესტორანში მოიყვანს სადილზე. დამცინი? başka yer mi? სხვა ადგილი არ არის? ისკანდერ, შენ შვილს იქ მოკლავენ. Halil İbrahim. ჰალილ იბრაჰიმი თუ არა, მისი ხალხი მოკლავს.
Benim oğlum senin mekanında. ჩემი შვილი შენს რესტორანში მოვა, იქ ესვრიან და ამის შემდეგ შენს ოჯახს ვაცოცხლებ, დაუდ. Ve ben de senin 7 Asya? sülaleni yaşatacağım. აბა დაფიქრდი. Öyle mi Davut? რა სიტყვი დაუდ? Öyle mi? ასეა? Abi, ძმაო, beni მე çağırır ძახდი? mısın? დაჯექი ზეინებ. Hayırdır? რა მოხდა? Asıl რა გჭირ ზეინეფანიმ? Zeynep Hanım. ზეინეფანიმ ჯერ კიდევ გუშინ ტიროდი, მთხოვდი ჰალილ იბრაჰიმთან შეხვედრა მომეწყო. მოგიწყვე, გემუდარებოდა როგორც გავიგე, მაგრამ უარი უთხარი და ისკანდერის ვაჟს ხვდები ზეინებ. რის გაკეთებას ცდილობ? Eve gelip მიპასუხე, o İskender'in oğluyla görüşüyorsun öyle mi Zeynep? ისკანდერის ვაჟი რა შუაშია? Ne yapmaya çalışıyorsun? რის გაკეთებას ცდილობ? Abicim, ძმაო, çok teşekkür დიდი ederim. მადლობა, მართლა. Benim için ჩემ გამო çabalamışsın, თავი არ დაზოგე. dil dökmüşsün. სთხოვე. Belli ki gittik. აშკარაა რომ შენ სთხოვე მაპატიოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში გავთხოვდები და O da lütfetmiş, თვითონაც hepimiz ბალში არ kalmış დაგრშა. gelmiş. შემიცოდა. Kendince beni მოვიდა. yapacağım hatadan korumak უნდა და için შეცდომისგან Zeynep დავეცავი. bakmadan, Zeynep მიუხედავად yapma იმისა, რომ საკუთარს ვერ ხედავს და მთხოვა ეს არ გავაკეთო. მაგრამ ამაოდ, Bundan sonra herkes ამიერიდან kendi ყველამ hayatına თავის bakmalı. ცხოვრებას თვითონ უნდა მიხედოს. Doğru ya da yanlış. Bak Zeynep. მისმინე ზეინებ. Bu Levent. ეს ლევენზე გათხოვებას არ გავს. სადაც ჰალილ იბრაჰიმი ქორწილში მოვიდა და მოგიტაცა, იცოდე რომ ეს ისკანდერი ორივეს მოკლავთ. ორივეს გესმის? İkinizi de öldürür. Abi niye ძმაო, böyle ეს რატომ უნდა მოხდეს? მაშინ ჰალილ იბრაჰიმს მე ვთხოვე მოსულიყო. ახლა კი გათხოვება მე თვითონ მინდა. ხალილ იბრაჰიმიც დიდემზე ქორწინდება. ვერ გავიგე? ელიფი გოგონებთან ხომ გაგზავნე? ამ საკითხზე საუბრობდნენ. იმის თქმა მინდა რომ არ დაბრუნდება, რომც დავუძახო. Başka თუ konuşacağım სულ bir şey ესაა, yoksa abim უნდა müsaadenle მოვწესრიგდე. benim hazırlanmam lazım. სად მინდიხარ? ქანს შევხვდები. Konuşacağız. შემომთავაზა ქორწილამდე ერთმანეთი გავიცნოთო, მეც დავთანხმდი. კარგი, წადი. ერთმანეთი გაიცანით. მე 10 წლის განმავლობაში ვერ გავიცანი აიშე. ჩემი შვილების დედა კი საერთოდ 40 წელი ვერ გავიცანი. Abi ძმაო, uzatmayalım. ნუ გავაგრძელებთ, კარგი? Ayrıca ben Kani, bu xom arada barში არ გამიცნია. sevmiyorum ki. İkimiz de გავიგებთ რა უნდა yapmamız gereken გავაკეთოთ. şeyi biliyoruz. Annemiz için, დედასთვის, ailemiz ჩვენი için, ოჯახისთვის. kendimiz için გავერკვევით, doğru olan ჩვენთვის şeyi როგორ onu აჯობებს. yapacağız abi. Ya babacığım, Mama, sen niye ფიქრეთან böyle bir რატომ şey წახვედი? herkesin ayağına kadar gidiyorsun? მე არაფერი გამიკეთებია. yapmadım, eğer bir suçlu დამნაშავეს arıyorsan თუ ეძებ, alıp დედამისი იქ არის. Sen bir kes sesini ya. გაჩუმდი, ფიქრეთმა რა თქვა მამა? Fikret ne dedi? მითხარი, Ne რა diyeceğim? უნდა ეთქვა? İt gibi მოუწევს kabul ediyor. დათანხმდეს. Ha bak sen გეტყვი სანამ არ ხარ თუ პირობას არ შეასრულებს, ბიზნეს დავივიწყებ. ფიქრეთის გვერდით აღარ იქნები. o Fikret'in Gasagebiye? yanında olmayacaksın. ფიქრეთის გვერდით აღარ იქნები. ცოლის გვერდით არ იქნები. რატომ? ამის გამო? თითქოს შენ ცოლს მამამისი ძალიან უყვარდა. ასიესგან ოქრო დარჩა. მამისგან კიდევ უფრო მეტი. შენ კი გონია რომ პრობლემა ჩვენშია. ლეილამ სიტუაციით ისარგებლა იმისთვის რომ შენგან გაქცეულიყო, ვერ ხვდები? ლეილა საერთოდ არ იცნობ. შენ საიდან იცნობ? ასიამ გაიძულა ცოლად მოგეყვანა. შენ საიდან იცნობ? დამლა, რამე იცი? დედა ასე გეტყვი. თუ ყველაფერს მოუყვები, რაც ვიცი, ვერ შევძლებთ ერთმანეთს თვალებში შევხედოთ. Ne diyorsun? რას ამბობ? Ortalığı პრობლემებს ქმნი. იმას ვამბობ, რომ ასეთი გულუბრყვილო ნუ ხარ. ლეილას არ უყვარ ხარ. ასიეს ქალიშვილია. დედა, აქედან გაუშვით, თორემ მის გამო ყველა ვიჩხუბებთ. Birbirimize sokacak. დამლა, თუ რამე იცი თქვი, ძმას გონებას ნუ ურევ და ლეილაზე ტყუილები საჭირო არ არის.
İyi peki o zaman. კარგი, Şöyle მაშინ söyleyeyim. გეტყვით. Leyla 6 ლეილა aydır დაახლოებით Amerika'da 9 წელია დაორსულებას ცდილობს, არა? Olmuyor. არ გამოდის. Denedik. ექიმთანაც კი ვიყავით. ჯერ არ გამოდის და მორჩა. Olmuyor işte. ექიმთან იყვნენ. ლეილას უთხარი, რომ აბები არ სვას. იქნებ შვილი მაშინ მაინც გაგიჩნდეთ. თუ რა თქმა უნდა, უფლებას მოგცემს, საერთოდ შეეხო. იცოდე, ფეხით გადაგიბლი. მოიცადე. ეგ საიდან იცი? ჩემი მეგობარი ფარმაცევტია. ქორწილის შემდეგ აბებს სვამს. თუ ეს სიმართლეა, თუ შენი და სიმართლეს ამბობს, არაფერსაც არ იზამ. მაგრამ გზას გამონახავ, რომ შვილი გყავდეთ. წამოდი ეგ შენი მეგობარი მოვინახულოთ. Buyurun. გისმენთ. მე ნედი მელეთო ვარ, მუსასთან მოვედი. დამელოდეთ. Abi. ძმაო, ნედი მეჰანიმი მოვიდა, შენი ნახვა უნდა. ფიქრეთმა ფული დედის დახმარებით გამოგვიგზავნა? არა მგონია. მომისმინე. ბიჭებმა ჩანთა შეუმოწმონ, არ გვესროლოს. ენიცის რა ხდება? არა მგონია. ჩემი აზრით, ახალი შეკვეთა აქვს. Düştü ya kucağımıza. ღმერთო ჩემო. თავიდანვე ასე გეთქვა. მაშინ კარგი. შემოიყვანეთ. უღარალოდინებთ. Eyvallah. კარგი. Hoş geldin. დილა მშვიდობისა ნედი მეჰანი, ჩემი ძმა გელოდებათ. გთხოვთ. გთხოვთ. მანქანა გაიყვანეთ. დღეს ფიქრეთი აქ იყო? Geldi. იყო, მაგრამ თანხას შეაგროვებს და ისევ მოვა. Gelecek tekrar. კიდევ ფულზე საუბრობთ? არ გსხვენიათ? რატომ უნდა გწონოდეს ნედი მეჰანი? მართალია სხვა ადამიანი, მაგრამ ხომ მოკვდა არა? კარგი, კარგი. აკეთ, გთხოვთ. Buyur. გთხოვთ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ნედი მეჰანი. მარტო ხართ რძლის გარეშე? მობრძანდით. Buyurun. Hoş bulduk Musa. მიხარია შენი ნახვა, მუსა. Benim yok benim. რძალი არ მყავს. იაჰია. ნედი მეჰანიმს გვირილის ჩაი მოუტანეთ. ცოტას დაამშვიდებს. Çocuklar. ბიჭებო, გვირილის ჩაი მოამზადეთ. Siz არასწორი ადამიანი მოგალით aklınıza göre და მილიონს birini მე მთხოვთ. öldürdünüz. Benden 1 milyon. მილიონს ფიქრეთს, მილიონს დურსუნს. Dursun'dan 1 milyon. Böyle და ასე kopara მუშაობთ. kopara ყველას ფულს yolsuluyorsunuz. ართმევთ. Ben bu მსგავს საკითხებში კარგად ვერ ყვევი, მუსა. da merak ettim. ასეთი მცირედი მოთხოვნები Niye რატომ bu kadar გაქვთ? küçük düşünüyorsunuz? მაშინ უფრო მეძე ვიფიქროთ ნედი მეჰანი. არა? ასე არ არის? რა თქმა უნდა, ორი თავი ერთზე უკეთესია. Bende çok para var. ბევრი ფული მაქვს. Ufkunuzun იმდენი რო წარმოდგენაც არ შეგიძლიათ. çok para var. Şüphesiz öyle. ამაში დარწმუნებული ვართ, რადგან მართენების და ლეტოს მემკვიდრე ხართ. უამრავი წლის განმავლობაში ამ მიწებს ძარც ვავდით. ჩვენს თვალთა ხედვაზე გადავიდეთ. გისმენთ? Diyorum იცით ki, რა? მხოლოდ sadece ჩემზე benim için იმუშავეთ. çalışın. Yahya. იაჰია. გაიგონე?
Nedime Hanim's უნდა რომ მარტო დარჩეს. Saka oldun. მარტო. ეს რას ნიშნავს? იმიტომ მოხვედი რომ გვიყიდო. Ben size მე თანამშრომლობას გთავაზობთ, მუსა. alması. Bir dakika. ერთი წუთით რომელ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ Nedime Hanim? Madem ben რადგან ყველა თვლის რომ ქმრის მოკლა მე გიბრძანეთ, ესე იგი ახლა შემიძლია ნებისმიერი მოვკლა. kimi öldürsem ხომ ასეა? თქვენ მხოლოდ გვიბრძანეთ და მაშინვე წარწერას გავამზადებთ საფლავის ქვაზე. kimi değil. ერთი კი არა, რამდენიმე ადამიანი. Yahya. იაჰია, საკმარისი ტყვიები გვაქვს? Ayarlı. ვიშოვით ძმაო. Emret Sultan. მოგვიყევით ქალბატონო, როგორ ან ვინ? Bazıları, ზოგი ავარიის მსხვერპლი უნდა გახდეს, bazıları da ზოგი კი kaybolur. გაქრება. Ama bu işin მაგრამ ამ საქმის უკან არც მე და არც თქვენ არ დგახართ. çıkmayacaksınız. ჩვენს პარტნიორს ხომ არ ვაწყენინებთ არა? და ისე იყოს როგორც გინდათ. Kimden başlıyor? ვისგან დავიწყოთ? გამარჯობა. გამარჯობა. Aleykümselam. კეთილი იყო შენი მოსვლა ფიქრეთ, დაჯექი. ზეინებს ელაპარაკე და შედეგამდე ვერ მიხვედი. შემდეგ ისევ მე ველაპარაკე. როგორც ვიცი საღამოს გნახა, დილით კი გაიგო რომ შენ Akşam seni და დიდემი ქორწინდებით. sabahta მოკლედ რომ თქვა, Didem'le რაც არ უნდა გავაკეთოთ, ყველაფერი უშედეგოა. Fikret. ფიქრეთ, ისკანდერი თამაშს თამაშობს და ჩვენ ყველა ამ თამაშში მონაწილეობთ. Başta ben de aslında თავიდან მეც მეგონა რომ ცდილობს თავისი ქალიშვილის გამო ყველა დაგვსაჯოს. როგორც ჩანს, belli ki სხვა გეგმა აქვს. Öyle. მართალია. Bu kikalar. ეს ის ხალხი არ არის, ვინც სხვას შეცდომით მოკლავს. Bence ჩემი აზრით, annen Gamze'yi bunlara დედა შენმა გამზეს მოკლა შეუკვეთა, ისინი კი წავიდნენ და ყველაფერი ისკანდერს უთხრეს. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დედა შენმა მოკლა მამა შენი. ამისთვის კი ფასის გადახდა ზეინებს მოუწია. Leyla Zeynep oldu. შენს მდგომარეობაზე უკვე Senin düştüğünde აღარაფერს ვამბობ. dediğin თუ ყველაფერი ისეა, როგორც შენ ამბობ, ეს საქმე ამით არ დასრულდება. sıra შემდეგი ჩვენ ვართ. Beni Zeynep ზეინებს გამოიყენებენ იმისთვის, რომ მახე დამიგონ. ეს აშკარაა. მაგრამ ვის გამოიყენებენ იმისთვის, რომ მახე შენ დაგიგონ, ეს უკვე არ ვიცი. აიშეს, სხვას ვის. bizimkinin onların სახლიდან საერთოდ გამოდის? İşi ამ Ayşe'nin საქმეს აიშეს მიანდობენ ისევე როგორც დედა შენის საქმეს. მაგრამ მახეს აიშეს გამოყენებით არ დაგიგებენ ფიქრეთ. aklımıza არ geleni გააკეთებენ იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. başka kim olsun? სხვავის შეუძლია hiç მას güvenmeyeceğim. ვიზეც ეჭვს არ მივიტანთ. აქ დამატებითი ხელსახოცი დადეთ. ლამაზად არ გამოიყურება, კარგი? გმადლობთ. ედანორ, კეთილი იყო შენი მოსვლა, ძმაო. გმადლობ. შემოსასვლელში ბიჭებმა მითხრეს, რომ ჰალილ იბრაჰიმს ვიღაცასთან შეხვედრა აქვს. ფიქრეთი მოვიდა, უცხო არავინა. რამე მნიშვნელოვანზე საუბრობენ? გეფიცები არ ვიცი, ძმაო. დღეს ხალილ იბრაჰიმი ხასიათზე არ არის. ჩვენთვის ნაცნობი თემა თუ რამე ახალია? მე ხომ არ ვიცი, შენ რა იცი? დიდემზე და ზეინებზე რამე თქვა? არა მგონია, ძმაო. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია. საქმეზე საუბრობენ. მამის სიკვდილის შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა ფიქრეთზეა, რა თქმა უნდა. ჰალილ იბრაჰიმი რომ არა ფიქრეთს ორ წუთში გაანადგურებდნენ. საბედნიეროდ ჰალილ იბრაჰიმი არსებობს. საბედნიეროდ. ედანორ, დიდემმა ჰალილ იბრაჰიმზე რაღაც მითხრა. კონკრეტულად რა? მათ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ეს გოგონა თავს იტყუებს თუ მართლა დაქორწინებას აპირებენ. შენც იმ სახლში ცხოვრობ, ამიტომ გეკითხები. ჩემს დიშვილს ამაზე ხომ არ ვესაუბრები არა? ხომ გესმის? მისი წყალობით არც ხალილ იბრაჰიმი გველაპარაკება, ძმაო. მეც ყველაფერს დიდემისგან ვიგებ. ანუ შენზე მეტი არც მე ვიცი.
ღმერთმა სიკეთე მოგცეს. ხო, შენი სად არის? რას ნიშნავს ჩემი? როგორ არ ცხენია ედანო? ჩემთანაც კი მალა? ოღუს გულისხმობ. საქმე ქონდა, საღამოს მოვა. კარგი, მაშინ კარგი. ჰალილ იბრაჰიმს ვნახავ. Size bir şey soracağım. რაღაც უნდა გკითხოთ. რა თქმა უნდა ედანორ. Bu Oğuz nerede? ოღუზი სად არის? განყოფილებაში წავიდა. Ne oldu bir şey mi oldu? რა მოხდა? Ya bu İsmail სამსახურიდან ხომ წამოვიდა? სულ იქ რატომ დადის? რა კითხვა ედანორ? განა ჯარისკაცისთვის სამსახურიდან წამოსვლა არსებობს? დროა მეთაური ისეთი მიიღო, როგორიც არის. კარგია რომ ჩვენმა სემამ თურანის შეცვალა, მაგრამ რა გონიათ? ყველა შეიცვლება? რა კარგია, თან ჩვენი ოღუზი და ჰალილ იბრაჰიმი არასდროს შეიცვლებიან. უკვე ვნახეთ დიდებმა ხალილ იბრაჰიმი როგორ შეცვალა. ამიტომ ესე დარწმუნებით ნუ ამბობ საყვარელო. ედანორ, თავი დაანებე. რა მოხდა? ოღუზი რა სიჭირდება? bir arkadaş არ შეგიძლიათ ცოტა მეგობრულები იყოთ. რა ვქნა წავიდე და თვითონ მკითხო სათხარ? თქვენ ამიტომ გეკითხებით. პოლიციის განყოფილებაშია, უსაფრთხოდ, არ ინერვიულო. çok komik. რა სასაცილოა. გამიგია რომ ისკანდერის ერთ-ერთი ნათესავი 20 წლის წინ დაზვერვის სამსახურში მუშაობდა უმაღლეს ორგანოებში. ამ ნათესავმა დიდი ხნის წინ დაივიწყა. როგორც ჩანს, სახიფათო ადამიანია. ამიტომ ვიტყოდი რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ მამა შენიც წავიდა და მის ქალიშვილზე გამზეზე დაქორწინდა. დღეს კი ზეინების ამბავიც გავიგე. მართალი გითხრათ არ ვიცი რა უბედურებაში ვართ. ღმერთი არ გაგწირავს. დღეს გავიცანი. მართალია პირადული საქმე გვაქვს, მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება, მაგრამ ფიქრეთი ავტომატურად ხდება ისკანდერის პარტნიორი. მომავალი ძმების გამო. İskender'le ortak olacak. ერთი წუთით. რას ნიშნავს გაიცანი? Tanıştım derken. ჩემთან სახლში მოვიდა. Evime geldi. ზეინების თემაში წერტილი დასვა. ჩემი რძალი გახდება და მისგან თავის შორს დაიჭირეო. Ondan uzak dur. გაგიჟდა. Kafayı mı yemiş? ზეინებზე ლაპარაკის უფლება ვინ მისცა? Yapmak ona mı düşmüş? Dediğim gibi როგორც უკვე გითხარი, ეს ჩვენი პირადი საკითხია ფიქრეთ. ben sizin არ aranızda მინდა თქვენ შორის ჩავდგე. ამბობ, რომ არ გინდა მათ შორის ჩადგე, მაგრამ ზეინები მის ვაჟს ცოლად გაყვება. insanlara ადამიანების პირად ცხოვრებაში არ ჩავერევი. ადამიანთან, რომელსაც თავისი ადგილი ეცოდინება, არანაირი პრობლემა არ მაქვს. მაგრამ თუ თავისი ადგილი არ ეცოდინება, არც ისკანდერს დავინდობ და არც მის ვაჟს. ჰალოს ჯერ კიდევ დღეს დილით ვუთხარი, ისკანდერი ეცდება შენი სუსტი ადგილი იპოვოს მეთქი. არ ჭამდა, არ სვამდა, წავიდა და მტერს თავისი სუსტი ადგილი აჩვენა, არა? Öyle oldu komutanım. ასე გამოვიდა მეთაურო, ეს თვითონაც აღიარა. აღიარა. და შენ მოგატყუა სულელო. რას გულისხმობთ? Nasıl yani? შვილო, ეს ხომ ჰალოა, ჰალო. როცა აწამებდნენ, მაშინაც არაფერი აღიარა. გგონია გამოგიტყდა რომ თავისი სუსტი ადგილი აჩვენა? Komutanım. მეთაურო დავინახე, მაგრამ Hakikaten sinirlendim. მართლა გაბრაზდა. ისკანდერი აიძულა ასე ეფიქრა და შენც ასე იფიქრე. Kim არ ვიცი ეს ბიჭი ვინ გაწორთნა, მაგრამ კარგად გაუწორთნია. Evet დიახ, komutanım. მეთაურო, მადლობა, ღმერთ ძალიან კარგადაა გაწორთნელი. იქნებ მეც მითხრათ ამ ბიჭს რა მიზანი აქვს, თუ პრობლემა არ იქნება. ამას სპეციალურად აკეთებს. ისკანდერის წინაშე თამაშობს იმისთვის, რომ შიგნით დამპალი ვაშლი დაინახოს. შიგნით დამპალი ვაშლია, მეთაურო? ოღუს, მომისმინე. შვიდობით ცხოვრება არ მოგიხდა. დილის საუბრის შემდეგ ჰალომ გაიღვიძა. უკვე დროა შენს გაიღვიძო. როცა ისკანდერი მიხვდება, რომ არ შეუძლია ჰალოს მახედაუგოს, ფიქრეთს მოკლავს. შიგნით არსებული დამპალი ვაშლის გამოყენებით. Komutanım, მეთაურო, ვის გულისხმობთ? bahsediyorsunuz? მე რომ ვიცოდე აქ ვიჯდები და შენ დაგელაპარაკებოდი? ერთხელ მაინც ეცადე დაფიქრდე და რამეს ისე მიხვდე, რომ დრო ედა ჰანიმთან ჭორაობაში არ დაკარგო.